გიჭირს ეს ჩელენჯი გოგო? გამარჯობა. ჩვენ ორი ერთნაირი ვართ და გვქნით გასართობ შემეცნებით და გულწრფელ ვიდეოებს ბავშვებისთვის. მაგრამ ერთი პატარა საიდუმლო გვაქვს. ჩვენი ვიდეოები მხოლოდ ბავშვებისთვის არა. გჯერა რომ მშობლებსაც შეუძლიათ აქ ბევრი რამ დაინახოთ, გაიღიმონ, დაფიქრდნენ და ხანდახან საკუთარი ბავშვობაც გაიხსენონ. ვიცით რომ თქვენც ჩვენთან ერთად უყურებთ, კითხულობთ, წერილებს გწერთ კომენტარებს და განსაკუთრებით გვიხარია როცა გვიყვებით. როგორ ახარებთ თქვენს შვილებს ჩვენი პატარა მერჩით. ჭიქებით, მაისურებით, ჰუდებით და ქუდებით. და ეს ვიდეოც თქვენ გამოა. ბოლო დროს იმდენი კომენტარი ნახეთ, იმდენჯერ გვითხარით რომ 24 საათიანი ჩელენჯები მოგენატრათ, რომ უბრალოდ ვერ გავჩერდით. ერთ-ერთმა თქვენგანმა ეს კომენტარი დაგვიტოვა. მართა, მანა და გელა ძალიან მიყვარხართ. გთხოვთ გადაიღეთ 24 საათი პოლიციის შენობაში. პოლიციის შენობაში 24 საათს ვერ გავატარებთ და იმედია არც არასდროს მოგვიწევს. სამაგიეროდ, ამჯერად მართა იღებს გამოწვევას 24 საათი მობილურის გარეშე. ნახვამდის ტელეფონო. და თქვენ რას ფიქრობთ, გამოუვა? თუმცა ამაზე პასუხი ყველამ კარგად ვიცით, რომ შეუძლებელი არაფერია. თავარია გჯეროდეს. ესეც ასე მეგობრებო დაიწყო მართას დღე. როგორც ხედავთ, ახლა ძინავს და გაიღვიძებს, რა თქმა უნდა, ტელეფონს არ მივცემთ და არც ტელევიზორი, არც კომპიუტერი, არც ტელეფონი არაფერი არ ექნება. და ვნახოთ როგორ გაატარებს დღევანდელ დღეს. ჩემი აზრით, ბევრად უფრო მეტ რაღაცას მოასწრებს და მოკლედ წავედით რა. განწყობა როგორია? უკაცრავად. ესე იგი მარტო მე რატო ვაკეთებო რა და თუ მოეწონებათ ჩვენს გამომწერებს მომავალში მე მეც გამაკეთებინე და მე გელოსაც. აი, შენი აზრით როგორ ჩაივლის ეს ჩელენჯი? ანუ დისკომფორტი არ გექნება Roblox რო ვერ ითამაშებ? მე მთელი ცხოვრება ასე ვცხოვრობდი ხალხო. ტელეფონი საერთოდ არ მქონდა და აი ბევრად უკეთესი იყო. ეხა ბავშვები უკვე აი მართასაც რო უყურებ ხოლმე მართლა აი გეკონება ცოტა დაზომბებულიაო რა. ყოველთვის ხო ვერ გააკონტროლებ უფროსი. ეს ტელეფონი ხელში უჭირავს, არ უჭირავს, ან ძართულია მაგის გაკონტროლება. მეგობრებო, გიფიქრიათ თუ არა ოდესმე რა ადგილი უჭირავს მობილურს თქვენი შვილის ცხოვრებაში? რამდენ საათს ატარებს მასთან ერთად? და ყველაზე მთავარი, რას თამაშობს, ან რას უყურებს ამ საათებში? ეხლა არის 9 იანვარი, პირველი ნახევარი და დიახ მართლაც აქვს არგედეგები და ყოველთვის ეღვიძებს ისეთ დროს. ეხლა გამორთავ ამ ტელეფონს, ხვალამდე უბრალოდ მას ვერავინ ვერ შეეხება. 1 2 ესე შევდეთ. ნახვამდის ტელეფონო. საინტერესოა რა ვინც გამოართმევდნენ თქვენი მშობლები ან ბებია ბაბუები საკუთარ თავს 24 საათით, რომ უფრო მშვიდები, უფრო კონცენტრირებულები და უფრო პროდუქტიულები ყოფილიყვნენ. მათაც კითხეთ და დაგვიკომენტარეთ. გონი მაინც და მაინც ეს ჩელენჯი მას არ მოსწონს, ჰა? სწავლობდა. თან უყვარს სწავლა, ის სკოლა დაიწყება, ეხლა 15-დან. როგორ შეეგუები ამ ყველაფერს? ასე. ეხლა ჩემი აზრით უნდა წავიდეთ და ვიყიდოთ წიგნი, რომელიც სკოლაში დაგაბარის ტომ სოიერის თავგადასავალი, ხო? და პროშენ წავიდეთ ხო 300 გვერდი წიგნი. დღეში 50 გვერდი ბევრია? კი. რატო? საათობით Roblox-ის თამაში არ არის ბევრი და 50 გვერდი რო წაიკითხო დღეში ბევრია? ადგა. ძალიან ბევრი ხანი მითამაშია 4 საათი. 4 საათი რო წაიკითხო 50 გვერდზე ბევრად მეც წაიკითხო. 4 საათი ვიჭდე და ვიკითხო. მართა სულ რამდენიმე საათში გაიგებს რომ ამ მომენტში ძალიან ჰგავს ტომს. ტომსაც ხომ ასე ეგონა რომ წინ უსასრულო აუტანელი საათები ელოდა. როცა დეიდა პოლმა მესერის შეღება დაავალა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო 30 იარდის სიგრძე და 9 ფუტის სიმაღლის მესერის გათეთრება. ოხრით დაასვლა ჯაგნისი და ზედა ფიცერს დაუწყო წასმა. რამდენჯერმე გაიმეორა და შეჩერდა. რა იყო ეს შეთეთრებული წვრილი ზოლი მესერის უსასრულო სივრცესთან შედარებით. ალაგებს პირველ რიგში როგორც კი ადგებით უნდა დაალაგოს თქვენი ლოგინი ხო? იმიტომ რომ იყოს დაალაგებული მთელი დღე. ნიშნავანი უნარია და მართას ბავშვებიდან ვასწავლი რომ დაალაგოს ლოგინი დღემდე არ ალაგებს ხოლმე მაგრამ ეხა ძალიან არეული რო. ის არ გეზარება რომ მე მთელი დღე ეგეთ არეულობაში იყო? საერთოდ არ ვალაგებდი ხოლმე და ღამე რამეს რო ვუყურებდი, მაშინ ვალაგებდი და მაშინ წვებოდი და ამასაც. მოკლედ ახლა მოუწესრიგდებით ვიბანავებ, თან ვისაუზმებთ და შემდეგ გავალთ გარეთ. აი საუზმობს მართა ყველის ბლინებს მიირთმევს. ხო და ეხლა რო შევჭამთ მოკლედ, ვაიმე თმა რა ცუდად მაქვს ცუდად ვარ. ვაიმე. ყველაფერი მიხდება. აშკარად მე თმა უნდა გავიკეთო და მე გავიდეთ. მე და მართა წიგნის საყიდლად წავედით, მაგრამ გზად ბევრი კითხვა გაჩნდა. ერთი თვე რო არ გქონდეს, რამე შეიძლება? კი, ალბათ. ჩემი აზრით, ჯერ შენ ძალიან მიჩვეული არ ხარ რა. ძალიან ხშირად უჯდება ხოლმე და მაგას შეგუებული ხარ, რომ არ გაქვს ხოლმე რა, რაღაცა მიზეზებიდან გამომდინარე. ბავშვებს უნდა კონდეთ თუ არა ტელეფონი და უფროსები ამას უნდა აკონტროლებდნენ თუ არა. მეორე კლასიდან, აი მესამე კლასიდან. არის ყველაზე ჩემი აზრით. და მესამე კლასიდან კონდეთ ისე, რომ როდესაც უნდათ, მაშინ მოიხმარონ. როგორც უნდათ თუ? არა, ანუ
ისე რომ უფრო იმისთვის უნდა გქონდეს რომ მაგალითად აი სად მე რო წავლე რამე დედას დაურეკო კი, მაგრამ როგორ უნდა დაასტაბილუროს ეს მშობელმა, როდესაც მთელი კვირის განმავლობაში მაინც თან ექნება ბავშვს ტელეფონი. ჩემი აზრით ვიქნება სკოლაში მოვა ცოტა ხანი კაი დაასვენებს 1 საათი მე ამ ტელეფონს გამოართმევს იმეცადინეო მე ანუ დაიძინებს ბავშვი რა შენ რომ მოხვალ სკოლიდან 1 საათი როდესაც დაისვენებ მე რომ გამოგართო ტელეფონი და აღარ მოგცე მაგალითად მეორე დღემდე რა ტელეფონი ფიქრობ რომ ეგრე არის ყველაზე მართებული? არა აბა? მართა შემთხვევაში სხვანაირად არის მეგობრებო. გამოართვა. მერე ბავშვმა უნდა იმეცადინოს, ყველაფერი გააკეთოს საქმეები რაც აქვს. და მერე ბოლოს მისცეს დედა ტელეფონი, ან რამეს აყურებინოს. ანუ ესე უკონტროლოდ ბავშვს არ უნდა კონდეს ტელეფონი, შენ ეგრე ფიქრობ. ეგრე ფიქრობ. ხო ეგრე ფიქრობ, მაგრამ და შენ გაქვს თუ არა უკონტროლოდ ტელეფონი. ნახეთ, ერთი ის არის რომ, ანუ ზოგმა ბავშვმა ხა ხო არ იცის მაგალითად რა, ანუ ხოდა მე ეგრე არ მართმევენ ხოლმე ტელეფონს, მაგრამ ვიცი რომ დავიდო ხოლმე ხანდახან. დრო იმდენად სწრაფად გადის, როდესაც ტელეფონი გიჭიროს, რომ შეიძლება ვერ შეამჩნიოს. შესაბამისად მგონია რომ უფროსმა მაინც უნდა აკონტროლოს. ბავშვთან შეთანხმებით რა. ანუ მე და შენ თუ შევთანხმებით რომ მაგალითად სკოლიდან რომ მოდიხარ, მაქსიმუმ 1 საათი გაქვს ტელეფონი, მე ვიღებ ამ ტელეფონს. მაგრამ შენ მე ამბობ ხოლმე რომ აი მე დავალება უნდა ვნახო. ეგ მართლა რაღაცა მაშინ მაგ 1 საათში დავალებაც უნდა ნახო და ასევე მოასწრო ის რომ დაისვენო. კაი? მე მიდიხარ ცეკვაზე და ცეკვაზე მიგაქვს ტელეფონი უკან რომ მოდიხარ, შემდეგ უკვე ნელ-ნელა იწყებ თავის მოწესრიგებას და გაძინებას. ხო. მაგრამ როდესაც ერთი ადამიანი ვერ ახერხებს რომ ესე თავიდან ბოლომდე გაკონტროლოს, მაგ შემთხვევაში რა ხდება? აუ მანანა ახლა წამოდი წიგნი უნდა ვიყიდო ჩვენ მოკლედ მართამ დღეს აღმოაჩინა რომ რეალურად სწავლა იწყება არა 15-ში, არამედ მგონი 20-ში და მოკლედ უფრო დიდი დრო აქვს იმისთვის რომ ეს წიგნი წაიკითხოს. დღესვე ვიწყებთ რა საკურველია წავედი. და ძალიან დიდი წიგნია მგონი 295 გვერდი აქვსო. ერთ კვირაში ვერ მოასწრებ? დღეს წაიკითხა 50 გვერდს. ძალიან უმტკივნეულოდ. კაი, მე შენ დამეხმარები ხოლმე, იმიტომ რომ ხო ის ტყვი არ ვარ მე, საინტრინი კონს. მეგობრებო, ზოგადად დაგვიკომენტარეთ რას ფიქრობთ იმაზე, რომ ჩვენ რაღაც მოთხრობები წავიკითხოთ, თქვენთან ერთად გავარჩიოთ ხოლმე და ყველამ ერთად ანუ ჩვენ და თქვენ ერთად წავიკითხოთ რაღაცები, ან თქვათ კონკრეტული მოთხრობის სათაური და მომავალ შაბათს უკვე თქვენს საკითხული გქონდეთ და ჩვენ დავიწყებთ გარჩევას. მართამ პირნაცვლად შეასრულა მასწავლებლის მიერ მოცემული დავალების პირველი ეტაპი და თავისი მოსწავლის ბარათით შეიძინა ტომ სოიერის თავგადასავალი. ერთ რამეზე შევთანხმდეთ, მობილური საკრძალვა არ მუშაობს, არც სრული თავისუფლება. თავარია ჩვენი ჩართულობა. ამიტომ როცა მართას მობილურს დავუბრუნებ, უბრალოდ ერთად ვნახავთ, სად მიედინება მისისიპი, სადაც ტომი და ჰეკი ტივით დაეშვებიან თავგადასავლისკენ. თუმცა მართას რეაქცია ამ წიგნზე მაინც დაუვიწყარია. 287 გვერდიანი. ძალიან ბევრი. ვიწყებთ? არა, არ ვიწყებთ არასდროს. დღესვე ვიწყებთ, მეგობრებო. ხვალე ვიწყებთ. თუ რაღაცას იწყებ, დაიწყე დღეიდან, იმიტომ რომ დღევანდელ მომენტზე კარგი მომენტი არ არსებობს, არ გაგია? მე ვამბობ ამას. და ცოტა წაიკითხავ ამასაც შენ. არა. მაგრამ ცოტა გამახმარა. არა. მე არ ვარ, მე 5 კლასელი, შენ ხარ 5 კლასელი და შენ დაგაბარეში. აი რა, შენ მითხარ დაგეხმარები, ამიტომ თუნდა და აკითხო შენ დამეხმარა, იმიტომ რომ შენ მითხარ დაგეხმარები. მოვედით ახლა და დავსხედით კაფეში, სადაც ჩვენ საქმეს გავაკეთებთ მე და მართა. ალბათ გაინტერესებთ რა დევს ჩემს ჩანთაში. პირველი კომპიუტერი, იმიტომ რომ ჩემს საქმისთვის საჭიროა და ყოველთვის თანდ მაქვს. მეორე 2026 წლის მიზნების დღიური, რომელიც ჩემო მეგობარო მაჩუქა და ულამაზესია. მესამე დღიური დაგეგმე, რომელსაც ვავსებ ყოველ წელს და ეს არის მეოთხე. მოკლედ, წერა ძალიან მიყვარს და ეს არის წიგნი. 185 გვერდზე ვარ და მართა რო წაიკითხავს ხოლმე ტომ სოიერს, მე წავიკითხავ ამ წიგნს. კიდევ რა მიდევს დამტენში თავი. უი, რა თქმა უნდა კალამი და შენი გონი. ეს არ ვიცი რა მქონდა. ეგა, მართა რა არჩიე? ლავა კეიკი, ანუ შეგაქვს მგონი შოკოლადი და ნაყინი მოყვება კიდე. დღეს მგონი დაიმსახურა დესერტი, იმიტომ რომ ტელეფონის საერთოდ ხელში არ აუღია და სხვათა შორის სამზარეულოში ერთად რო ვისხედით ბებოსთან ერთად, ბებო მას ეთქვა რომ დღეს არა ვთქვიო, რას ჩვენთან ერთად არისო და ჩვენ დაგვყვებაო. აი, მოდი მე ბასკურ ჩიზკეიქს ავიღებ, დავლევ ჩაის. ეხლა გავაჯავროთ მან ახალ წიგნს, როცა იწყებს რა. ტომ სოიერის თავგადასავალი. დავინიშნავთ ახლა 15 წუთს და ნახავთ 15 წუთში რამდენ გვერდს წავიკითხავ. ტომ, პასუხი არ არის, ტომ, პასუხი არ არის. რა დაემართა იმ ბიჭს, ტომ, მოხუცმა სათვალე ცხვირზე ჩამოიწია. ეს ჩელენჯია და ჩვენ დრო და გვერდები დავითვალეთ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დღეში მხოლოდ ერთი გვერდი წაიკითხოთ. ან 4, ან უბრალოდ რამდენიმე აბზაცი.
სერიოზულად გითხულობ ჯერჯერობით. მეგობარო, დრო ამოგეწურათ, აი დასრულდა თქვენი 15 წუთი. თავისუფლად ევარჯიშა. ხო, ვეღარ ვაჩერებ მიშველეთ. მართა მოვიდა დესერტი და არ გაინტერესებს? ეს გვერდი წავიკითხე. მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. კი. აქ დავასრულე, ესე უნდა გადაკეცო. მართას ასიამონო გარემოში კითხულობს. არა იმიტომ რომ უნდა, არამედ იმიტომ რომ აქ ყოფნა უხარია. კითხვა მისთვის დავალებას ჰყავდა და მოდი უფროსებმაც აღიარეთ. თქვენთვის წიგნის კითხვა ხშირად დავალებებისგან გაქცევის გზა იყო. Tom Sawyer თქვენი თაობის Roblox-ია. თავისუფლება, თამაში, თავგადასავალი. თუ კითხვა სწორ გარემოს, ემოციას და პატარა სიამოვნებას დაუკავშირებთ, ის ისევ ახალი სამყაროს აღმოჩენის გზა გახდება. ამ მომენტში კი მობილურის შემოქმედებით მხარეებზეც დავფიქრდებით. ამჯერად, აი ნაყინი. აი ეგრე მაიმუნურად შემოკვეცინა ნაყინი. სულად ვარ, სამბერი შოკოლადი აქვს მეგობრებო. Roblox-ი თუ შოკოლადები? არ ვიცი. არ იცი? ნახეთ რა ამაჭიქებია. ეს არის ჩემი ჩაი და ეს არის მართას ცხელი შოკოლადი, რომელიც ასევე დაიმსახურა. K-pop-ს. ჯერ რა თქმა უნდა მეც უნდა გავსინჯო, იმიტომ რომ ჩემ გარეშე აფეა გამოვა. ეხლა შენი გასინჯე. ვინც ჩვენს ვიდეოებს უყურებს, გეცანებათ რომ მე ყველაფერს უნდა აია. ძალიან კაფე აქვს და ძალიან ლამაზი ჩანს. მოკლედ ჭამეთ და მართლა ამ დესერტებს უმაღლეს შეფასებას დაუწერდი და მართა ნეონელა ეჩვევა YouTube ვიდეოების გადაღებას, იმიტომ რომ უთხარი რომ ხანდახან მარტოც გადაიღეთ თქო და რას ფიქრობ? კი ვფიქრობ, კაი იქნება რა. სადმე თუ წავალ, ჩემ მეგობრებთან ერთად და სადმე გადავიღებ რა. კამერა გააქვს, მიკროფონი გააქვს, YouTube არხი გააქვს, ანუ კაი ხანი ერთი 6 თვე ვიღებდით მარტო ტელეფონით. პირველი დრო გადავიღეთ ხელშორის მეგობარმა გათხოვა მიკროფონი, მარიამ კერესელიძე, მაქედან მოკითხვა და მადლობა. თავარი არის რომ უბრალოდ დაიწყოთ რა. კიდე ერთი სიახლე ის არის რომ მე მინდა რომ გავაკეთო კიდევ ერთი არხი, რომელიც იქნება მხოლოდ ჩემი, ანუ მანავალი თოეთ ერქმევა და მე უბრალოდ რაღაცებზე ვილაპარაკებ რა. რას ფიქრობ მართა? კარგი იქნება. სხვების შემოქმედებას რომ თვალს ადევნებ ერთია, მაგრამ გახსოვდეს, შენ შეგიძლია საკუთარი შემოქმედებაც გაუზიარო სხვებს. თავარია გჯეროდეს რომ შეუძლებელი არაფერია. ეხა არის 7:09. სულ რაღაც 17 საათი დარჩა. სულ რაღაც. ან ეხა მოთხოვნა აქვს რომ აი ტელეფონი აიღო ხელში? თუ მომცემთ ავიღებ შენ რა და თუ მეტყვით რომ აიღეო. აღარ ვყუდები. ანუ გავუძლებ. გონი ნერვოზი დაეწყო, გამოიტანა ბლოკნოტი, გასწერ მართა. ნერვებს მშვიდო? მართლა რაღაც მაირაბა. ანუ გიჭირს ეს ჩელენჯი გოგო? დიქტატორი მაგრამ მაინც კი. მელანდება უკვე ტელეფონი. არა, საერთოდ არ არის რთული ტელეფონის გარეშე. თურმე დღეს დავიგე ტელეფონს ვჩუქნიან. თავი შეიცოდა რომ ჩემი ტელეფონი აღარც რეკავსო, აღარც აკეთებსო და მეთქი კაი ყველა რაღაცა ფულს დავდებთ და გიყიდის თქო და ერთობლივი ძალებით უნდა უყიდოთ. მე თორა თაობა მე ხელში მეჭირა. ფანდიანი ნოკია. და ბედნიერი ვიყავი. უბრალოდ პატარა ნოკია იყო, რომელსაც ჰქონდა კნოპკები და ფანარი. და სამაში სნეიკი. გველი დაძვრებოდა ესე და უნდა გაგეყვანა იმეებში რა. აი მათ საერთოდ ყველაფერი აქვს, აი არ შეიძლება ეგრე რა. მე უნდა გამოჭრა? არ, აი უბრალოდ ვიუცნებ. მართა ხატავს ჩემ ბავშვობის მეგობარს, რომელიც არის ორსულად. შელახა კარგად ხარ? ან მე არ მომეხერხა და ხატვა ეგრე. მიდეხა ლექსი დაგვიწერე? ხო, მომერთა ტელეფონ. მართა რე სათვალიერე მინაებ. კაცის ქარდები რა. აი მიდი აბა იცეკო ეხა. თუ კი თქვენს გადაწყვეტთ 24 საათიანი ჩელენჯის გაკეთებას მობილურის გარეშე, აუცილებლად გააფრთხილეთ თქვენი მეგობრები, ოჯახის წევრები და საერთო ჩატის წევრები. მართას ეს ჩელენჯი გაუჭირდა. თუმცა არ დაავიწყდება მამას, ბებიას, მერიკოს და მე, რადგან მართა სულ სხვანაირი იყო ამ დღეს. უკვე 10 დაიწყო და მართა ბევრად უფრო კონტაქტურია ოჯახის წევრებთან, ჩემთან. ბევრად უფრო კარგად იქცევა ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში ხოლმე. ჩვეულებრივ დღეებში ძალიან ბევრ რაღაცას ვერ ასწრებს, ვერ აკეთებს. ახლა გაყვება, ხანდახან და ხან დაწერა, ხან ლეგოს აწყობდა. მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც გააკეთა რა. ჩემი არის აუცილებელია ხოლმე რომ ბავშვებს ტელეფონები გამოვართოთ პერიოდულად და არა მარტო ბავშვებს, ანუ ჩვენს გადავდოთ ხოლმე რა. იმიტომ რომ ბევრად უფრო კარგი რაღაცები ხდება მე. მართა, შენ რა სიტყვი? ჯერჯერობით კარგად ვარ. ანუ ალბათ რომ დავწვევი უფრო გამიჭირდება. იმიტომ რომ უწევი ყოველთვის ვუყურებ რამის ხოლმე. როცა ეკრანი ქრება, ენერგია არათანაბრად ნაწილდება. ხან მოზღვავებულია და გარეთ გასვლა და სეირნობა გინდა, ხან ერთიანად გეცლება და არ იცი რაზე გადაერთო. ეს ნიშნავს, რომ ტვინი ახალ რეჟიმს ეჩვევა. 11:09 და მართას კითხვა ხელში ამოვიდა, როგორც ჩანს, ნახთ რას აკეთებს. გადავიდა მაკიაჟის გაკეთებას. გოგომ დღეს ყველაფერი გააკეთა. ეხლა ვიკეთებ ყველაზე ბრჭყვიალ ამ მაკიაჟს. მიშველეთ.
ჩვენი ვიტამინი დავლიოთ. რამე გავიდა დღე? ანუ არ გასწულა მალე ხალხს შორის. ძალიან ცოხანი გავიდეთ, აი ძალიან. ეს ფიქრობ. ანუ თვითონ ქესქროლავს თელი დღეა. ან თვითონ აბდიჯერის დაჭდა სასქროლველად. ხო, არც დიდები ვართ იდეალურები. ხალხო, დავწექით და მართ ამბობს, ისეთი დაღრილი ვარ, ეხა ისე დავიძინებო, რომ რავიო რა. არა და ჯერ მხოლოდ 12-ის 10 წუთია. ნახეთ როგორი დაღლილია ბავშვი. მაგრამ დამიჯერეთ, ასეთ სასიამოვნო დაღლილობას ტკბილის იზმრები მოყვება. გამარჯობა ხალხო, მე გავიღვიძე უკვე და მართას კიდე ძინავს. გონი ხვიცებს. შეძიადრი გავუგვიძე მე. რა? და ეხლა რო გძინავს? უყვარს ძალიან მართას შევთანხმდეთ ძილის ხოთა შორის. ჯაკნეს აი დაიკოს გოგოა. კარგად ხარ? რეკომენდაციას უწევთ ამ ჩელენჯს? კი. არაფერი ისეთი ხო? მე ყობრებო, მე მოუწესრიგდი ავდექი რაღაცები გავაკეთე ვიბანავე. ჩვენი მართუთა ისევ წევს რადგანაც არ დადეგები აქვს და რა ენაღოლება. ესეც ჩვენი სეიფი, რომელშიც არის მართას ტელეფონი და აბა, hello. კიდევ გააგრძელებდით ამ ჩელენჯს? არა? მოგენატრა ტელეფონი? ვიცი, მომეწირა ტელეფონი. აღარ მინდოს გულდიპარაკი ამას. ოიმე, უი ჩაიკეტა ვერ მოგცემ. ერთი დღით ჩაიკეტა. ერთი წამი. ხალხო, ეცა. აუ მომერა. ჩათი იყო best friend-ების გადატენილი. ამ ვიდეოს მთავარი გმირი მე, მართას ტელეფონი და ჩვენი სეიფი უსერიოზულესი. ვასრულებთ ამ ვიდეოს რა. ეს ვიდეო არ არის მობილურის წინააღმდეგ. ეს ვიდეო არის ჩართულობის შესახებ. და მე ვეუბნები რომ რამდენი ხანი სკროლას ვქვა და იღე თუ ვიდეოები მეთქი. ჩვენ არ გვჯერა აკრძალვების, ჯერა ურთიერთობის. მანა რო არ ყოფილიყო მოუკვდებოდა. როცა ბავშვი გრძნობს რომ უსმენენ და გადაწყვეტილებებს მასთან ერთად იღებენ. მობილური თავის ადგილს თვითონ პოულობს. მშობლებს ვეტყოდით, იდეალურები არ ვართ და ეს ნორმალურია. თავარია მცდელობა. ბავშვებს კი ვეტყოდით რომ შრომით ყველაფერი გამოგივა და არასდროს დაგავიწყდეს რომ სიკეთე არის შენი სუპერძალა. დაგვიკომენტარე და გაგვიზიარე, მიიღებ თუ არა ჩვენს გამოწვევას. როგორ იქნება შენი დღე მობილურის გარეშე და მთავარი. წაიკითხავ ჩვენთან ერთად თუ არა მომავალში. მადლობა რომ ჩვენთან ხართ. ეს არის ორი ერთნაირის და გელას არხი. გელას ყავს ორი ფოლოუინგი, აფოლოებს ორ ერთნაირს და მე. არის მაგბიჭი რაღაცა, რაც უნდა დააფასო. მოიშორე გეხვეწები რა. ხო, რაღაცა მაქვს ეს, მაგრამ ვერ გავიგერე ისთვის. ჩართული არ არის. ვაუ, რა კარგია.